de-Ivanishvilization or de-Ivanishvilization of Georgia. What does it mean, de-oligarchization? It means de-Ivanishvilization or de-Ivanishvilization of Georgia. გამარჯობა მეგობრებო, ფორმულას ეთერში თქვენ უყურებთ 195 ეპიზოდს გადაცემისა კვირაში ერთხელ მიშა მშვილდაძესთან. გადაცემას დავიწყებ ქოცების საწოდაობით. არალეგიტიმურ რეჟიმს, როგორც იცით, ძალიან უნდა რომ ლეგიტიმაცია მოიპოვოს ცივილიზებულ სამყაროში. ამიტომ ყველაფერს კადრულობენ. ყველაფრის კადრების ფარგლებში ქართული ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ავსტრიის რესპუბლიკის ევროპულ და საერთაშორისო საქმეთა ფედერალურ მინისტრს ბიათე მაინლ-რაიზინგერს შეხვდა. დისკუსიის შემდგომ გამართულ პრეს-კონფერენციაზე ავსტრიელმა მინისტრმა შემდეგი საკითხები გამოყო. სამწუხაროდ, ჩვენ გვქონდა ბევრი რთული თემა განსახილველად დღის წესრიგში. რაც შეეხება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზას, საქართველო უკუსლით წავიდა, წუხდა ქალბატონი ბიათე. რასაც ვერ ვიტყვით მაკა ბოჭორიშვილზე, რომელიც მუდამ იღიმებოდა. მე ნათლად უთხარი ჩემს ქართველ კოლეგას, რომ ჩვენ მკაცრად ვგმობთ ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ. საქართველოს ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებას და თავი შეიკავოს ძალის გამოყენებისგან. ძალადობის ყველა შემთხვევა უნდა იყოს გამოძიებული. ამაზე პასუხისმგებელ პირებს კი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ. დაზინა ბეათე მაინლ-რაიზინგერმა. მე ნათლად უთხარიო, კითხვა ავსტრიის საერთაშორისო საქმეთა მინისტრმა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, არც ისე ნათლად უთქვამს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს Facebook გვერდს კარგად გაეგო ჩვენსას. რას ვკითხულობთ ჩვენი საგარეოს Facebook გვერდზე? საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ავსტრიის რესპუბლიკის ევროპულ და საერთაშორისო საქმეთა ფედერალურ მინისტრს ბეათე მაინლ-რაიზინგერს შეხვდა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ავსტრია საქართველოს მნიშვნელოვან პარტნიორად განიხილავს და დადებითად აფასებს ორი ქვეყნის დინამიკურ ურთიერთობებს. განსაკუთრებით დადებითად შეფასდა სავაჭრო ეკონომიკური კავშირები და ის ფაქტი, რომ საქართველოში არაერთი ავსტრიული კომპანია ოპერირებს. მინისტრებმა გამოხატეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას. ავსტრიულმა მხარემ გამოხატა დაინტერესება საქართველოში მეტი ავსტრიული ინვესტიციის განხორციელებით ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და დაკავშირებადობის სფეროში. ასევე დადებითად შეაფასა საქართველოს ეკონომიკური პროგრესი. აი, ასე ურცხვად იტყუებიან, მაგრამ ეს არ არის უცნაური. მე რა მაინტერესებს, იცით? ამ შეხვედრაზე მარტო ავსტრიული მხარე გვაქებდა? ანუ, ჩვენ არაფერი შეუფასეთ დადებითად? სხვა დროს ასეთებით ჩაამატეთ, რომ ქართულმა მხარემ დადებითად შეაფასა ავსტრიის მთავრობის მუშაობა გარემოს დაცვის კუთხით. ქართული მხარე დაინტერესდა ცენტრალური ევროპის რეგიონში უსაფრთხოების საკითხებით. ქართულმა მხარემ კმაყოფილება გამოთქვა, რომ ავსტრიაში არაერთი ქართული კომპანია ოპერირებს. ანუ, გვაჩვენეთ, რომ ორ ფეხზე მყარად გახართ და იმიტომ კი არ შევხვდით ავსტრიულ მხარეს, რომ მათი აზრი მოვისმინოთ ჩვენზე. არა, შევხვდით იმიტომ, რომ ჩვენი აზრიც გვეთქვა მათზე. და მიგვეცა 12 პუნქტი შესასრულებლად. თუ შეასრულებენ, ევროკავშირში შევალთ. თუ არა და კარგად მეყოლო რა. თუ გახსოვთ, არჩევნების გაყალბებიდან მეორე დღეს გამარჯობა რო დაიწერეს ქოცებმა. აი, მაგის მეორე დღეს Facebook-ზე გადაობდნენ. გაიღვიძეთ ჩელიაბინსკში? ანუ ნიშნს გვიგებდნენ, აბა სად არის ჩელიაბინსკიო? გუშინ გამოვიდა მამუკა მდინარაძე
და დაანონსა ოპოზიციის აკრძალვა. მივმართავთ საკონსტიტუციოს ნაციონალური მოძრაობისა და მისი სატელიტების არაკონსტიტუციურად ცნობაზე. თქვა და ისე გაიბღინძა მამუკა, თითქოს მე ვთქვი ყ***ობა. ოპოზიციაში ყოფნის მასტერკლასს განახებთო, ადრე რო გვემუქრებოდა მდინარაძე. როგორ ჩანს, გადაიფიქრა და სულ მთავრობაში ურჩევნია. მამუს განცხადებით, საგამოძიებო კომისიის დასკვნა იქნება ამ პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადების მყარი სამართლებრივი საფუძველი და საკონსტიტუციო სასამართლოც დარწმუნებულები ვართ, გამოიტანს ობიექტურ გადაწყვეტილებას. დარწმუნებულია სასამართლოში მამუკა. საიდან უნდა იყო დარწმუნებული რას იზამს სასამართლო, მე არ ვიცი. კოლექტიური ნაცმოძრაობა არათუ თვითმმართველობის არჩევნებში, არამედ ამ ქვეყანაში ჩატარებულ ვერცერთ არჩევნებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს. როგორც ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული და დანაშაულებრივი პარტიები, ისინი არაკონსტიტუციურ პარტიებად გამოცხადდებიან და ეკრძალებათ საქმიანობა. კაცრი ჩანდა დინარაძე. ასაკრძალია, აკომენტარებდნენ ტროლები. სამწუხაროდ ხოცებიდან აღარავინ გვეხუმრება. გაიღვიძეთ ჩელიაბინსკში. იმიტომ რომ კი, გავიღვიძეთ ჩელიაბინსკში. რა თქმა უნდა, არიან ისეთებიც, ვინც ახლაც ვერ ხვდებიან, რას გულისხმობდით, სად ჩელიაბინსკის სიცივეები, სად აქაური გადასარავი ამინდები, რა შედარებაა საერთოდ. ბიძინა არათუ არ იმჩნევს, რომ ქვეყანაში კრიზისია და კიდევ უფრო უარესად იქნება ყველაფერი. თურმე ჩვენ აწი აქეთ უნდა დავეხმაროთ გაჭირვებულ ქვეყნებს. ირაკლი კობახიძემ ოცნების საგარეო საქმეთა სამინისტროს ნება დართო. ყველაზე ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებისა და მცირე კუნძულოვანი განვითარებადი სახელმწიფოების წარმომადგენლებს $10,000 ეკვივალენტით ლარში დავეხმაროთ. ანუ თითოეულს 10,000 თუ ეს თანხა 44 ქვეყანას უნდა გაუყოთ, აი გარვიცით ჩვენ. ყველაზე ნაკლებად განვითარებული ქვეყნებისა და მცირე კუნძულოვანი განვითარებადი სახელმწიფოების ჯგუფში სულ 44 ქვეყანაა. არ ჩამოგითვლიდით, მაგრამ გონი დღეს ცოტა პატარა გადაცემა გამოგდის, ამიტომ ჩამოგითვლით. ესე იგი, ესენია. ავღანეთი, გვინეა, რუანდა, ანგოლა, გვინეა-ბისაუ, სენეგალი, ბანგლადეში, ჰაიტი, სიერა-ლეონე, ბენინი, კირიბატი, სოლომონის კუნძულები, ბურკინა-ფასო, ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა, სომალი, ბურუნდი, ლესოტო, სამხრეთ სუდანი, კამბოჯა, ლიბერია, სუდანი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, მადაგასკარი, ტიმორ-ლესტე, ჩადი, მალავი, ტოგო, კომორის კუნძულები, მალი, ტუვალუ, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, მავრიტანია, ტანზანიის გაერთიანებული რესპუბლიკა, ჯიბუტი, მოზამბიკი, უგანდა, ერიტრეა, მიანმარი, იემენი, ეთიოპია, ნეპალი, ზამბია, გამბია, ნიგერი. აი ეს ქვეყნები უნდა გავმართოთ წელში. თან რო დავეხმარებით, შეხვედრები ხო იქნება, ფოტოებს გადაიღებს ბოჭორიშვილი. მარტო ევროპა და ამერიკაა სამყარო? არალეგიტიმურ ხელისუფლებას რა? აწყენს ზამბიის აღიარება? ერთ მორწმუნე ეთიოპიასთან რატო არ უნდა გავაღრმავოთ ურთიერთობები? ისე თუ მაინც ეკვივალენტ ლარს ვაძლევთ, ბარემ ლარებში დაგვეწერა. უფრო ეფექტური იქნებოდა სად $10,000 და სად 28,000 ლარი. ან საერთოდ იმათ ვალუტებზე დაგეწერათ, ვისაც ეხმარებით. იცით რა შთამბეჭდავია? მაგალითად, ავღანეთისთვის არის 700,000 აფგანი. ბანგლადეშისთვის 1,200,000 ტაკა. სომალისთვის 5,5 მილიონი შილინგი. სენეგალისთვის 6 მილიონი აფრიკული ფრანკი. ანგოლასთვის 9 მილიონი კვანზა. რუანდისთვის საერთოდად 14 მილიონი კრონაა, $10,000. იმათ ვალუტებში დაწერეთ ხოლმე. ასე უფრო გაამწარებთ მაღაროელებს, რომ თქვენ არ გეხმარებით. თქვენ არ გეხმარებით. მაგრამ რუანდას 14 მილიონ კრონას მივცემთ.
რა არის ამ მატრაკვეცობით ქოცების გეგმა? პირველი უკვე გითხარით, ლეგიტიმაცია გაზარდონდა, რო ვეტყვით, არავინ გაღიარებთო, შემოგვიტლიკინო, რომ ეს ათეულობით ქვეყანა არ არის. მაინც და მაინც გერმანიამ უნდა გვაღიაროს. და მეორე, დასავლეთს აჩვენო, რომ ვითომ მაგათი დახმარება საერთოდ არ გვაინტერესებს. თქვენ რა უნდა დაგვეხმაროთ, აგერ ჩვენ ვეხმარებით სხვა ქვეყნებს. ათეულობით რო დაითვალონ, თან აქაც გამოადგებათ. საქართველოს ათეულობით ქვეყანას დაეხმარება, რა კარგად ჟღერს? ათეულობით. ისე რო რამე ეს ქვეყნები გასაქცევადაც გამოადგებათ მერე. სად უნდა გავიქცეთო, რო იკითხავს ვინმე, ერთი გონება გასლილი უპასუხებს, რომ გასაქცევის მეტი რა არისო და ისევე დაუზარებლად ჩამოუთვლის ამ ქვეყნებს, როგორც მე არ დამეზარა. დღევანდელი ეპიზოდი მარტის ბოლო გადაცემაა. ეს რას ნიშნავს? რა თქმა უნდა, მარტის ტოპ 5 განცხადება უნდა შევოგთავაზოთ. მარტის ტოპ 5 მაშასე, მე-5 ადგილი. ირაკლი კობახიძე. გერმანიას უბრალოდ ვეღარ ვცნობთ. იქ როცა ვსწავლობდი, სრულიად სხვა რამეს მასწავლიდნენ. დიუსელდორფის უნივერსიტეტისთვის ასეთი შეურაცხყოფა ალბათ ჯერ არავის მიუყენებია. რავი, ჩემი აზრით, დიუსელდორფის უნივერსიტეტმა უნდა გაავრცელოს განცხადება და გვითხრას, რა ასწავლეს ირაკლი კობახიძეს. მე-4 ადგილი. ირაკლი ზარქუა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მიმართავს. უკან გაიკეთე ეგ შენი სანქცია. შეგახსენებთ, რომ გუშინ წინ კალათბურთში ევროპის ჩემპიონატის წილისყრა იყო, რიგაში. წილისყრას ვერ დაესწრო საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ვიქტორ სანიკიძე. იმიტომ რომ დასანქცირებულია. ვერ ზარქუა დაესწრო. ის ვარდისფერ ფლამინგოიან ტიპი არ ვიცი. ეგ შეიძლება იყო, არ ვიცი. აქ ყველაზე მნიშვნელოვანი იცით რა არის? რიგაში კი არა, ტალინშიც რო ყოფილიყო წილისყრა, მაინც ვერ წავიდოდნენ. ვერც ვილნიუსში. მე-3 ადგილი, ლადო კახაძე. ყველაზე დიდი ნარკოტიკი არის სიტყვა. ადამიანი მიეჩვია ცუდ სიტყვას. ანუ ლადო ვერ ხვდება, რატომ ლაძღავთ მთავრობას? ბიჭო, როცა შეგიძლია შეეტენო. ვერ ხვდება ეს. ძალიან რთული ასახსნელია ბატონ ლადო. ამიტომ მე-2 ადგილზე გადავალთ. მე-2 ადგილი ბეჟან წაკაძე. სვეტი ცხოველში წყლის ჩასვლაზე. გელათში არ შეგეშალოთ, სვეტი ცხოველში ჩავიდა. ბეჟან წაკაძე. მუდმივი არაფერი არ არის. სვეტი ცხოველზე ამბობს ბიჭო ამას. მუდმივი არაფერი არ არის. მუდმივი არაფერი არ არის. ბიძინა? ბეჟან, ეგეთები არ უნდა გეშლებოდეს. ნუ სარგებლობ იმით, რომ ბიძინას ზე კიდია შენი განცხადებები. ერთხელაც გაგიგებს, რეებს ამბობ და დაგერხევ. პირველი ადგილი არავის დაუთმო, ხაშურის მერმა თენგიზ ჩიტიაშვილმა, რომელმაც განაცხადა. ჩვენ ახლა ავტობუსები არ გვყავს, მაგრამ გვექნება ეგრეთ წოდებული ბასლეინი. ორი არჩევანი ჰქონდა ხაშურის მერიას. ან ავტობუსები ჰქონოდა და ბასლეინი არა, ან ბასლეინი ჰქონოდა და ავტობუსები არა. აირჩიეს ბასლეინები. ჩემი აზრით, მოსახლეობა არ გამოუკითხავთ. ეს იყო მარტის ტოპ 5. ახლა გადავიდეთ გადაცემის მეორე ნაწილზე, ჩაანალიზებაზე. კოკა-კოლა მოვსვათ? დღეს ესეთი თემა გვაქვს, ორჯერ უნდა მოვსვათ. ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მეგობარი აქტი მიიღო. გაგვეხარდა ყველას ქოცების გარდა. ახლა გავიგოთ რა არის მეგობარი აქტი. სიტყვა მეგობარი არის აბრევიატურა. մ ნიშნავს
mobilizing, ნიშნავს enhancing და ასე შემდეგ. ყველა ასო რაღაცას ნიშნავს და საბოლოოდ იშიფრება ასე. ანგარიშვალდებულების, მედეგობისა და დამოუკიდებლობის ასაშენებლად საქართველოს შესაძლებლობების მობილიზებისა და გაძლიერების აქტი. ამერიკელებს ძალიან ევასებათ აბრევიატურები. თვითონაც კაი აბრევიატურა არიან USA. ანუ United States of America. ხვდებით ხო, რამდენია ნაფიქრი მეგობარი აქტზე. მარტო სათაურზეა ნაფიქრი რამდენიმე დღე. მეგობარი არის 800. თითოეულ 100-ზე მაღალფარდოვანი ტერმინის მისადაგება არ გინდა? ანგარიშვალდებულება, მედეგობა, დამოუკიდებლობა, ფუფუნება. რა წერია ამ აქტში? მეგობარი აქტი ამბობს, რომ თუ კი საქართველოს მთავრობა შეწყვეტს ანტიდასავლურ კამპანიას და ადამიანის უფლებების დარღვევას, საქართველოს გაიხსნება ძალიან დიდი შესაძლებლობები ამერიკასთან ურთიერთობაში. გამოყოფილია 4 სფერო. შეღავათიანი სავაჭრო ხელშეკრულება საქართველოსთან, სავიზო რეჟიმის გამარტივება, ეკონომიკური მხარდაჭერა და უსაფრთხოებისა და თავდაცვითი მხარდაჭერის უზრუნველყოფა რუსეთის აგრესიის დასაძლევად. ეს ყველაფერი იმ შემთხვევაში, თუ კი საქართველო ბელორუსიზაციაზე უარს იტყვის. არ იტყვის, ეს ვარიანტიც გათვალისწინებულია მეგობარი აქტში. ამ შემთხვევაში იქნება სანქციები. საქართველოს არალეგიტიმური პარლამენტის თავმჯდომარის როლის შემსრულებელმა შალვა პაპუაშვილმა მეგობარი აქტს უმადურობის აქტი უწოდა. აქ მართალია შალვა. 90-იანებიდან დღემდე რაც ჩვენ ამერიკისთვის პატივი გვაქვს ნაცემი. პურის რიგში რო იდგნენ, ხორბალს უგზავნიდით, მაგათ ჯარს ჩავაცვით, ავჭურვეთ, ეკლესიები, ციხეები გაურემონტეთ. 2008-ში რუსეთი რო შეიჭრა ამერიკაში სამხედრო გემები შევიყვანეთ და შევაჩერეთ რუსეთის აგრესია. ეს გვეკუთვნოდა ამერიკის. ანუ რა, დემოკრატია თუ არ ვიქნებით და დიქტატურა გვექნება, აღარ უნდა გვემეგობროთ? თქვენ ძმაო, დემოკრატია ყვარებიათ, ჩვენ კი არა. ამერიკა რა იყო მაგის დედავატი? პოლიტიკის გამო კარგად. მეგობარი აქტი ჯო ვილსონის ინიციატივაა, ხოლო სენატში სენატორებმა რიშმა და შაჰინმა წარადგინეს. ეხლა ამ სამიდან რომელია ზარქუამრო ჩათლახი უწოდა? ეგა შაჰინი. 78 წლის ქალბატონი. ზრდილობა, კულტურა, IQ. ბევრს ერევა ეს სამი გვარი ერთმანეთში და მარტივად რომ დაგამახსოვროთ. შაჰინი არის ზარქუამრო ჩათლახი უწოდა. რიში არის კალაძემრო თაღლითი უწოდა და ვილსონი არის ფორმულა რო $1000 უხდით თითო განცხადებაში. სამთავრობო პროპაგანდა იმდენ ტყუილს ავრცელებს, რაღაცებზე პასუხის გაცემა გვავიწყდება კიდეც. მაგალითად, ვილსონს რო თითო დატვიტვაში $1000 უხდით, ხოცების ამ ტყუილზე არც მისაუბრია. დაგვავიწყდა. ჯერ დაბალი რანგის პროპაგანდონებმა დაიწყეს ამ სიცრუის გავრცელება. ვატო შაქარიშვილებმა და ეგეთმა დორბლის წუწებმა. და ბოლოს უკვე მაესტრომ გოგა ხაინდრავამ დააგვირგვინა პოსტივის ეთერში. ციტირებ. ეს ვილსონი, ეს $1000-იანი პრასტიტუტკა. $1000 აქვს ფორმულასგან, კეზერაშვილის $1000 აქვს აღებული. ტვიჩი რა, რო დადოს ხო? გუშინ დადო 5 ტვიტი ზედიზედ, ესე იგი $5000 საშობაოდ. ანუ შობის წინ ლაპარაკობდა ამას. ადრე ყოფნიდა ნერვები, ყველა ტყუილს დავპირისპირებოდით ფაქტებით, ლინკებით. ხო და მოდი რა, ტყუანს ყველა კონგრესმენმა. რავი, თუ გინდა სენატორმაც. უფრო მეტი დეტალი ვისაც გაინტერესებთ, ლობისტური საქმიანობა გამჭვირვალეა ამერიკაში და შეგიძლიათ მოიძიოთ ინფორმაცია ფარას რეესტრში. ვისაც ჩალიჩი გეზარებათ, მითების დეტექტორმა გადაამოწმა ყველა დოკუმენტი და შეგიძლიათ ნახოთ ეს სტატია. მოკლედ, რიში, შაჰინი და ვილსონი არიან მეგობარი აქტის მთავარი გულშემატკივრები.
რომელია ალბათ აღარასოდეს აგვერევა. ანუ ჩათლახი, თაღლითი და პრასტიტუტკა. 20 მარტს დონალდ ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში დაპოსტა, რომ სენატორი რიში გამორჩეული ადამიანია, რომელიც არავის დააღალატებს. აი, ტრამპზე ვამბობ რამეს. კი ბატონო, ტრამპს თითო სტატუსში ვუხდით $1000 ნამდვილად. ნუ ოღონ გადასახადების ჩათვლით. ნუ ოღონ დღეში მაქსიმუმ 1 სტატუსი და მინიმუმ 100 სიტყვიანი. აბა ეგრე სადაა დღეში 100 სტატუსს დაწესდით. მეგობარი აქტში არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ჩანაწერი. კანონის ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 180 დღეში სახელმწიფო მდივანმა კონგრესს უნდა წარუდგინოს საიდუმლო ანგარიში საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის გავლენის შესახებ. ეროვნული დაზვერვის დირექტორსა და თავდაცვის მინისტრთან თანამშრომლობით. მეგობრებო, ჩემი თხოვნა იქნება ამ თემაზე სიგნალში ჩატს თუ გააკეთებთ მან და ამერიკაში. მეც დავამატეთ. ნუ ან მილკში, რავი, როგორც მოგიხერხდება. რა არის საჭირო იმისთვის, რომ მეგობარი აქტი კანონად იქცეს? რამდენიმე ეტაპი გადალახულია. მას მხარი უნდა დაუჭიროს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ორივე პალატამ და შემდეგ ხელი უნდა მოაწეროს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა. ჩემი აზრით, ორივე პალატას გაივლის მეგობარი აქტი და მერე ტრამპი რას იზამს, მაგაზე ნაღდად ვერაფერს გეტყვით. ანუ ვერც ამაზე და ზოგადად ტრამპი რას იზამს, ვერაფერს ვერ. გახსოვთ კოცების პროპაგანდა, ამერიკა თუ მეგობარია, უვიზოს რატო არ გვაძლევს? ამას რატო არ შვება, იმას რატო არ შვება, ხო და აი, მაგიდაზე დევს ყველაფერი. ვიქნებით ცივილიზებული სამყაროს ნაწილი. ვიქნებით დემოკრატია, ყველაფერს მივიღებთ. უვიზოსაც და ყველაფერს. ახლა მთავარი შეკითხვა. ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ? წულუკიანის შულავერის კომიტეტის სხდომებს უყურეთ ხოლმე. თუ კი გულისრევას ვერ იგრძნობთ, მაშინ რავი მშვიდად გააგრძელეთ ცხოვრება და თუ გულისრევას იგრძნობთ და ეგეთ სახელმწიფოში ცხოვრება არ გინდათ, მაშინ კი იცით რაც უნდა ქნათ. სულ ესაა რაც დღეისთვის მინდოდა მეთქვა. შევხვდებით მომავალ შაბათს ფორმულაზე.